თქვენ მოგეხსენებათ ყველას ბატონებო, წლების მანძილზე საქართველოში ყველაზე საუკეთესო მეკლედ ითვლებოდა და სასურველად ბატონი გივი ბერიკაშვილი. და არაერთ შევსებებთ ინაგა ჩვენ ახლა რამდენიმე სახელმწიფო ღონისძიება და კონცერტი, ეს ჩვეულებრივი ზეიმი, ბავშვები, ხალხი, ხალისი, ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებული ფენომენი იყო, როცა ვიღაცასთან ხვდებოდით ოჯახში. და ერთ-ერთ ოჯახში ვართ ბატონო გიორგი, სხედვართ, სუფრა გაიშალა და ბატონი გივის აქ სათქმელი სიტყვა, ხო, ბუნებრივი ახლა გივის სათქმელია. და აიღო ასე გივი ბატონმა გივის საბრაზე. ეხლა რა მინდა გითხრათ იციო? ყველა კუთხის ტრადიცია კარგია, მაგრამ ერთი რამ ვერ მივიღე კაცო. რა წამოიწყეს ესო? ვირთხის წელი, კატის წელი, ცხენის წელი, მაიმუნის, რა შეიძლება ადამიანის წელი რო იყოს. მოდი რა ადამიანობას ადამიანობას მართლა საოცარი ყველა ადამიანს მინდა მიულოცო შობა ახალი წელი, უფასო მეგობრებოდა. მინდა ვთქვა, არა მარტო თბილისიდან, არა მარტო ამ სტუდიიდან, არამედ სრულიად საქართველოს ყველა კუთხიდან, სადაც, აი მაგალითად, ავიღოთ სამეგრელოს ერთი პატარა სოფელი. ბუხარი რო გიზგიზებს, ჩემო ბატონო და იქიდან რო თავის სამშობლოს ლოცავს. გამახსენდა ჩემო ბატონო ლაშა გახარიას ერთი კარგი ლექსი. ხემარდიანიში ნანათა მუხლებით გადამუხლული თაზე მოწული კალათა ჩემი ლახარა მუხური ქუხნაზე კვამლი ყვავივით გზაგაწელილი წურბელი დილიდან ამოყვანილი ჭყინტი ყველივით ღრუბელი ბაგი კარკალა ორკოლი წყარო ყდე ძვლებში გამძვრალი ცირა თვალჭია კოკონა ბროწეულების ხანძარი ხეზე ამძვრალი კაჭიჭი ოჩოფეხება ბეღლები ჭალაკი ჭელის პაჭიჭი დევი ნაღველა ლეღვები ხობწყარი ნაცხა სათვალით ლარზე წისქვილის ხელება ხირკე ლაგვამში ჩამთვრალი გრძელ ღამის ჩადღეგრძელება კაცები შუბზე მაღლები ხატის თვალება ქალები მაშლიყიანი მაყრები მათრახიანად თვრარები ჭიშკრები შუბზე ნალებით ფაცხა ჯარგვალზე მიფსკვნელი ჭვინტა ჩეჭმული ყანებით გაწმილებული წისქვილი გახარებული ყებული მუთაქის თავს სასტუმრობით ზაღლიან აცეკვებული ოჯახი მოყრის სტუმრობით ოხუნჯობენ და პურსჭაბენ აბეც სინჯავენ კვესებით ფანდურზე დალეკურობენ ვაჟაფშაველას ლექსები ჯანსულო ოისა ვარადა გულში სულ ჩასაწობელი უფლის და კაცის ბალადა ერთი კალათა სოფელი.